მოგესალმებით ყველას. მე მინდა რამდენიმე საკითხზე გავაკეთო კომენტარი. პირველი საკითხი ეს არის ჰაერის დაბინძურების საკითხი, რომელიც ჩვენ ყველას გვაწუხებს, ჩვენს ხალხს, მოსახლეობის საზოგადოებას, ჩვენს ქალაქში, დედაქალაქში, ასევე სხვა ქალაქებში არის ძალიან დიდი პრობლემა. ამის თაობაზე დეტალური კვლევები ჩაატარა გარემოს ეროვნულ სააგენტომ და მინდა ამის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ. ესე იგი, პირველ რიგში მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე წელია უკვე დავაწესეთ სტანდარტი საწვავზე და Euro 5 სტანდარტის საწვავი შემოდის საქართველოში. და ამას რა თქმა უნდა მუდმივად მონიტორინგს უკეთებს, უტარებს შესაბამისი სამსახური, გარემოს ეროვნულ სააგენტო. ჩვენ წელს ასევე დიზელი იყო დარჩენილი, დიზელზეც მივიღეთ გადაწყვეტილება და Euro 5 სტანდარტის დიზელი შემოდის და ბენზინის და ხდება რუტინულად შემოწმება ამ ხარისხის. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ზოგადად დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც დარჩა, ეს არის ჰაერის დაბინძურება, რაც დაკავშირებული არის ძალიან ბევრი გაუმართავი ავტომობილის გამო. მოგეხსენებათ, რომ ეს პირდაპირ კავშირში არის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. ჩვენ მიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების Euro 5 სტანდარტის შემოვიღოთ. ეს ნიშნავს იმას პრაქტიკაში, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება ასეთი არის, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის უკვე შევიდეს ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან, ხოლო ავტობუსების და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის 1 იანვრიდან. ამაზე ჯერ კიდევ მსჯელობთ. არსებობს გარკვეული მოსწრებები და ამის თაობაზე გვინდა რომ უფრო მეტი დრო მიგვეცა, უფრო გონივრული მადა მიგვეცა. ასევე მინდა ახსნო კონკრეტულად, რომ აღნიშნულ თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება Euro 5 სტანდარტზე ცუდი ხარისხის ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უკვე არსებულ ავტომობილებს, როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს. ასევე გეტყვით, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო რეგულარულად მოახდენს ჰაერის ხარისხის გაზომვას, მონიტორინგს. გამოიკვეთა, როგორც აღნიშნეთ თავში, როგორც დასკრებში აღნიშნე, ქვეყანაში ორი პრობლემური დამაბინძურებელი, ასე ვთქვათ, გვაქვს, ესენი არის მყარი ნაწილაკები და აზოტის ორჟანგი. ამას უფრო დეტალურად განმარტავენ ჩვენი შესაბამისი სპეციალისტები, მაგრამ ბოლო 4 წლის გაზომვების შედეგები გვაჩვენებს, რომ აზოტის ორჟანგით ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო არის სწორედ ეს მოძველებული ავტოტრანსპორტი და გაუმართავი ავტოტრანსპორტი. კერძოდ ამ დაბინძურებლის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება უმსხვილეს ქალაქებში, როგორც გვაღვნიშნეთ, თბილისში, ასევე სხვა დიდ ქალაქებში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზესტაფონში, მარნეულში, ხაშურში, ახალციხეში და ჭიათურაში. და გეტყვით, რომ აღნიშნული პრობლემა ყველაზე მძაფრად დედაქალაქში დგას. სადაც ყოველდღიურად ყველაზე მეტი ავტომობილი მოძრაობს, თბილისში ნორმების გადაჭარბება 25-დან 13 ლოკაციაზე ფიქსირდება და ამ ლოკაციებზე რიქუჩებზე გადაჭარბება ორჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. რაც ყველაზე მეტად ყურადღები არის ჩვენ გასულ წელს გავზომეთ ჰაერის ხარისხი და ბოლო პერიოდში გაზრდილი არის საგრძნობლად ეს კონცენტრაციების, მავნე ნივთიერების კონცენტრაციების ზოგადად მოცულობა და ამიტომ სჭირდებოდა დროული რეაგირება. ჩვენ ასევე გადავხედეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, რეგიონში არც ერთ ქვეყანა აღარ დარჩა, რომელმაც Euro 5 სტანდარტზე არ გადაიყვანა მთელი ასე ვთქვათ ავტოპარკი და ეს რეგულაციები მანამდე უკვე შემოღებული აქვს სხვა ქვეყნებს, მათ შორის ჩვენს მეზობლებს სომხეთში, აზერბაიჯანში, ევროპაზე რა თქმა უნდა აღარ მაქვს საუბარი, ევროპაში დიდი ხანია ეს სტანდარტი არის დაწესებული. ასე რომ კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა არ შეეხება არც ერთ უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილს, საუბარი არის იმ ავტომობილზე, რომელსაც შეიძენენ 24 წლის 1 იანვრიდან. და ეს არის როგორც აღნიშნე, 2013 წელს პრაქტიკაში ეცქნება 2013 წელს გამოშვებული ავტომობილები და უფრო ახალი ავტომობილები. ასევე მინდა გითხრათ სრულფოს მეგობრებო, რომ როგორც გვაღვნიშნეთ 6 წელია უკვე
ჩვენ საწოლზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება სისტემატიურად და ასევე გეტყვით, რომ ჩვენ სხვა კომპლექსური ღონისძიებებიც დავგეგმეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოგესალმებით კარგად რომ არის ის, რომ ეს გაუმართავი ავტომობილები რიგ შემთხვევაში ვიცით ამის თაობაზე, რომ ბიზნესად არის გადაქცეული, ეგრეთ წოდებული კატალიზატორების საკითხი და პრობლემა. ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელი არის კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და აიკრძალება კატალიზატორების გატანა ქვეყნიდან. იმიტომ რომ სამწუხარო რეალობა არის ის, რომ პრაქტიკაში ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და შემდეგ ყიდიან უცხოეთში. და ეს არის მთავარი გამოწვევი პრობლემის. ამიტომ ვფიქრობ ძალიან მალე შედეგი გვექნება, ხარისხი გაუმჯობესდება, მას შემდეგ რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ. აი ესე პირველი საკითხი მინდოდა მეცნობებინა თქვენთვის. რა თქმა უნდა, გარემოს ეროვნულ სააგენტო დაიწყებს სისტემატიურად შემოწმებას ხარისხის, პარალელურად რა თქმა უნდა, ასევე ავტომობილების და ჩვენ დავიწყებთ უკვე მიმდინარე წლიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს, სპეციალური აპარატურის საშუალებით და ამის თაობაზე ბატონო შამოგია დამატებით მოგვახსენებს. ეს პირველი საკითხი. მეორე საკითხი, რაც ასევე ვფიქრობ საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს და ეს კომპლექსური საკითხია, ვინაიდან უკავშირდება ზოგადად ჩვენს მოქალაქეების უსაფრთხოებას, ქვეყნის იმიჯს და ასე შემდეგ. ეს არის სუროგაციის საკითხი. რამდენიმე ხნისით ჩვენ შევქმნით დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭო. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, ეს არის სუროგაცია და ზოგადად ამასთან დაკავშირებული პრობლემები. იცით, რომ უცხოეთს მოქალაქეებს მოკლედ ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ბოლო წლებია საერთოდ არავითარ რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევისწავლეთ ევროპის მაგალითები, ბატონი ზურაბაშვილის უცხება მუშაობდა დიდი ხანია ამ თემაზე. აი გეტყვით მაგალითები მინდა მოგიყვანოთ, ესე იგი, რამდენიმე ისეთ მაღალ განვითარებულ ქვეყნები, როგორებიც არის მაგალითად საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიტვა, ესტონეთი აღარ გავაგზავნებ. ძალიანად არის აკრძალული. სრულად არის აკრძალული სუროგაცია. არის ქვეყნები, სადაც ნაწილობრივ არის ასე ვთქვათ, ეს ჰიბრიდული, ასე ვთქვათ, მოდელი არსებობს, დაშვებული. ქვეყნები როგორც არის მაგალითად ბელგია, გაერთიანებული სამეფო, დანია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია. ჩვენ გქონდა ამის თაობაზე მსჯელობა, ახალი კანონპროექტის მიხედვით ჩვენი სურვილი არის, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. ან უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთოს, ასე ვთქვათ, და ვეღარ უხეშად არ მინდა თქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება. ეს ონლაინაც არის, ამდენი ძალიან ბევრი რეკლამაც ვრცელდება და ვფიქრობ ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დადოვება. ამასინათ გქონდა ჩვენ მთავრობის თომაზე მსჯელობა ამას დაკავშირებით, ძალიან ბევრი რეკლამები ვრცელდება და ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს თავაზობენ ეგრეთ წოდებულ სარკიან ბიზნესს. შემდეგ არავინ არ იცის აქ დაბადებული ბავშვი ვის გახავს, საერთოდ რომელ წყვილს გახავს, არსებობს ინფორმაციები შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გახავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს. სხვა სირთულებითაც გადააწყდა ჩვენი უწყება, ჯანმრთელობის სამინისტრო, ამიტომ ამას შედება რეგულირება. ამის თაობაზე ბატონი ზურაბაშვილის უწყება დამატებით მოგვახსენებს, შესაბამის კანონპროექტი გაიგზავნა პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს ამ ინიციატივას. აუცილებელია დარეგულირდეს. და კიდევ ვიმეორებ, ეს მხოლოდ დაშვებული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ბევრი არის, მე ვიცი, ბევრი მსურველი, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ მიმართავენ ამ მეთოდს, სუროგაციის მეთოდს და რა თქმა უნდა, მათთვის ეს უნდა იყოს დაშვებული. საქართველოს მოქალაქეებისთვის, საქართველოში ეს რა თქმა უნდა ეს დაეხმარება დემოგრაფიას და ზოგადად ვფიქრობთ ეს შესაძლებლობა დაუტოვოთ ჩვენს მოქალაქეებს.
ეს მეორე საკითხი და ასევე მინდოდა მეთქვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებისთვის მზადებას ვიწყებთ, მოგესალმებით, რომ 2025 წელს საქართველოს მოსმენძლებს ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს. ამის თაობაზე დღეს გვექნება მსჯელობა, ჩვენ 100 მილიონი ლარი უნდა გამოვყოთ ბიუჯეტიდან და ფესტივალისთვის დავიწყებთ მზადებას. ბაკურიანში მოეწყობა ბიატლონის და თხილამურებით რბოლის მოედანი, თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ახალი ინფრასტრუქტურა დაემატება თბილისს და ბაკურიანს. წელს 25 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილი არის, ჯამში 100 მილიონი ლარი დაგვიждდება ამ ფესტივალის ორგანიზება. და ბოლო საკითხი მინდოდა კიდევ ერთხელ ამეღნიშნა, რომ ჩვენ ძალიან დადებითი ტენდენციები გვაქვს ეკონომიკის მართულებით, ამის თაობაზე ინფორმაცია აქვს მოსახლეობა ჩვენს საზოგადოებას. პირდაპირ უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. პირველ კვარტალში თითქმის 9 მილიარდ დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა საქართველოში, რაც რა თქმა უნდა ძალიან პოზიტიურია. აი ამ საკითხებზე მინდოდა თქვენი ყურადღება შემეჩერებინა და დანარჩენზე რა თქმა უნდა ჩვენი მინისტრები დეტალურად ისაუბრებენ მთავრობის ომის დასრულების შემდეგ. დიდი მადლობა.